საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 195 მუხლისა და 312 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი. მოსარჩელე მხარის განცხადებით სამოქალაქო კოდექსის მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას. მოქმედი ნორმები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირს დანაშაულებრივი გასხვისების შემთხვევაშიც კეთილსინდისიერ მესაკუთრედ განიხილავს და ნამდვილ მესაკუთრეს საკუთრების უკან დაბრუნების უფლებას არ უტოვებს. მოსარჩელე ნოდარ დვალი აცხადებს, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ მან 2011 წელს შეიტყო. მისი თქმით, გურამ გამყრელიძემ დოკუმენტაციის გაყალბებით საკუთარ მფლობელობაში დაარეგისტრირა მისი მიწის ნაკვეთი და შემდეგ რამდენჯერმე გადაყიდა. მიწას დღეს ყადაღაადევს კანონთან წინააღმდეგობის გამო ნოდარ დვალი მის უკან დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის თქმით, ზემოთ აღნიშნული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების თვალსაზრისით დღეს არსებულ რისკებს შეამცირებს. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. 2011 წელს შევიტყვე, რომ სვისდებოდა უკვე ჩემი კუთვნილი ნაკვეთი და მივმართე უკვე შესაბამის ორგანოებს და ვითხოვე დახმარება, რომ შეეჩერებიათ ეს პროცესი და ჩემი კუთვნილება დამრჩენოდა მე. და დღევანდლამდე ეს ყველაფერი გრძელდება. ეს დაიწყო მურმან გამყრელიძისგან, რომელმაც გააყალბა ის საბუთები ძირითადად, რომელიც საბუთების საფუძველზეც იქნა თაღლითური წრე ორგანიზებული და იმათ შემდეგში გადაყიდეს და გადაყიდეს კიდევ ერთხელ რამდენჯერმე. და ბოლოს მივიღეთ სახეზე სურათი, რომ ეს კაცი აღმოჩნდა კეთილსინდისიერი შემძენი ნაკვეთის. დავისაგან წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის ის მუხლები, რომელიც არ აძლევს ნამდვილ მესაკუთრეს საშუალებას, რომ თაღლითობის შედეგად თუ მან დაკარგა უძრავი ქონება, შემდგომში დაიბრუნოს ეს ქონება უკან. სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს ბოლო შემძენს, ანუ კეთილსინდისიერ შემძენს და ნამდვილ მესაკუთრებს ტოვებს საკუთრების უფლების და კომპენსაციის გარეშე. ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში საკუთრების უფლება საქართველოში იქნება დაცული და მესაკუთრეს არ დაემუქრება საფრთხე, რომ თაღლითობის შედეგად ის დაკარგავს თავის საკუთრებას. ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს 550 ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს, სადაო ნორმების თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირი ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს, ხოლო ასეთი პირის მიერ უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევაში თუ კი შემძენი კეთილსინდისიერი აღმოჩნდება, ნივთის რეალური მესაკუთრე კარგავს უფლებას დაიბრუნოს ქონება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადაო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლთან, რითიც საკუთრების ძირითადი უფლება არის დაცული.